საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება. ახლა სხდომაზე იკითხება გამომძიებელი გენადი იოსებაშვილი, რომელიც მოვიდა სასამართლო სხდომაზე და მან ისაუბრა იმ ვიდეოზე, რომელიც მან დაათვალიერა, მან განაცხადა, რომ YouTube პლატფორმიდან ჩამოტვირთა ეს ვიდეო და მან იქ აღმოაჩინა, რომ ამ ვიდეოში ფიგურირებდა ერთ-ერთი დაკავებული ინსაფ ალიევი. მან განაცხადა, რომ ეს არის დაახლოებით 1 წუთიანი ვიდეო, რომელიც არის გადაღებული საპროტესტო აქციებისას და მან განაცხადა იმის შესახებ, თუ რა ეცვა ინსაფ ალიევს იმ დროს და თქვა ასევე ის, რომ ის ისროდა სხვადასხვა ნივთებს და მათ შორის იყო ქვაც და მან განაცხადა, რომ ამ ყველაფერს ის ისროდა სამართალდამცველების მიმართ. ასევე მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ სიტყვა თქვა, ასე ვთქვათ, ვეფხია კასრაძემაც, მან თქვა, რომ ტელევიზიები რატომ აკრძალესო და ხალხმა უნდა იცოდეს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლეო. სწორედ ეს განაცხადა ვეფხია კასრაძემ. ასევე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დღეს ისაუბრა იმაზე, რომ ვიდეო და ფოტო გადაღება არის აკრძალული და მან განაცხადა, რომ სხვა სხდომებზე იყო შემთხვევა, როდესაც მისი სხდომიდან კონკრეტული ფოტოები იყო გამჟღავნებული და მან თქვა, რომ თუ მსგავსი განმეორდებოდა, შესაძლოა რომ მას სხდომა დაეხურა, თუმცა ერთ-ერთმა ადვოკატმა უთხრა, რომ თუ კონკრეტული პიროვნება გააკეთებდა ერთი პიროვნება, ამის გამო მას არ უნდა დაეხურა ეს სხდომა და კონკრეტული პიროვნების მიმართ უნდა გამოეყენებინა კონკრეტული ღონისძიებები. ასევე ისაუბრეს იმაზეც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელმაც წესით მედიას ახალი კანონმდებლობით უნდა მისცეს ნებართვა გადაღებაზე, ის თავის მოვალეობას ვერ ასრულებს და სწორედ ამიტომ მოსამართლემ უნდა აიღოს თავზე ეს პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ სხდომები, რომლებიც არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, საზოგადოებამ იცოდეს ყველაფერი, რაც სხდომაზე ხდება. ჯერ კიდევ ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევა ხდება სასამართლო პროცესებზე. რაც შეეხება ვადას 4 სექტემბერი არის ის ვადა, როდესაც 9 თვიანი დაკავების ვადა იწურება. შესაბამისად იძულებულია პროკურატურა, რომ ყველანაირი ხერხები და დაჩქარებული წესით მოხდეს განხილვა. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია და დგას საკითხი დაცვის მხარეს ამდენად გვაქვს დრო, რომ ჩვენ არსობრივად და მნიშვნელოვნად გამოვიყენოთ დრო და მივიღოთ მონაწილეობა მტკიცებულების გამოკვლევაში დაცვის მხრიდან, რომ მოხდეს ეს. რაც შეეხება აკუთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხს, კიდევ უწევს რამდენიმე ხანში აკუთი ღონისძიების გადასინჯვას და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასამართლო და მოსამართლემ უნდა იმსჯელოს იმაზე, რომ ეს ადამიანები იყვნენ თავისუფლებაზე, იმიტომ რომ არსებობს ყველა სამართლებრივი საფუძველი, რომ მათ შეეცვალოთ ყველაზე მძიმე ფორმა პატიმრობა და იქნას გამოყენებული სხვა უფროსობითი საშუალება. ნახეთ, მოწმეები, დაზარალებულები, რომლებიც იკითხებიან, ვერ ადასტურებენ კონკრეტულ პირებს, რომელთა მიერაც იქნა მათთვის ზიანი მიყენებული, ასევე იმ სხვადასხვა სიპების წარმომადგენლების, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების ჩვენებებით ვერ დადასტურდა თუ როგორი ფორმით რა ვის მიერ იქნა ზიანი გამოწვეული, შესაბამისად და ოდენობაც კი გახდა სადაო ხშირ შემთხვევაში, რადგან მიყენებული ოდენობასთან დაკავშირებით არ არსებობს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომელი დასკვნითაც დადასტურდებოდა ობიექტურად კონკრეტული ზიანის ოდენობა. შესაბამისად, ერთობლიობაში ამ დრომდე გამოკვლეული მტკიცებულებების მოსმენის შემდეგ რჩება შტაბ-ბიჭდილება, რომ სასამართლომ ვერ უნდა მიიღოს გამომტყუნებელი განაჩენი, ვერ უნდა გამოიტანოს, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები გონიურულ ეცმივა სტანდარტით ამ დრომდე არ ადასტურებს და შესაბამისად განსაკუთრებულ სიურპრიზს და სიახლეს არ ველოდებით სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით გამოსაკლევი მტკიცებულებებით. პროკურატურა სამ ბრალდებულს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, ხოლო 5-ს მასში მონაწილეობას. ამ წუთებშიც გრძელდება სასამართლო სხდომა და რამდენიმე წუთში უკვე მეორე მოწმის გამოკითხვაც უნდა დაიწყოს.